ამჯერად ჩვენ გავაკეთებთ უკვე არსებული ფაილის შენახვას. ამისათვის მოდით ჯერ გავხსნათ შექმნილი ფაილი. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ აქედანვე open ანუ გახსნა ღილაკის საშუალებით ან file menu-ში არსებობს იგივე open menu. ავირჩიოთ ფაილი, ავაჭიროთ opens და ნუ ნახავთ რომ გაიხსნება ჩვენი ცაცდელი ტექსტი. შესანახოთ შეგვიძლია დავაჭიროთ ამ ღილაკს რომელიც არის შენახვა. ასევე file menu-ში არსებობს save ან save as-ი. ანუ save-ის საშუალებით მოხდება უბრალოდ შენახვა, ხოლო save as-ის საშუალებით შეგვიძლია შევინახოთ განსხვავებული სახელით. ნუ ამ ფაილს არ გააჩნია არანაირი სახელი, ამიტომ შეგვიძლია დავაჭიროთ უბრალოდ save-ს და გვექნება საშუალება მივიცეთ სახელი. ნუ სახელით დავტოვებ იგივეს და ნახავთ რომ დაემატება EPUB გაფართოება, ნუ რადგანაც EPUB ფორმატში არის წიგნები, რომლებიც იქნება სიგილის საშუალებით. შემდეგ თუ დავხურავთ, ნახავთ რომ ჩვენ საქაღალდაში შევინახეთ EPUB-ი, რომელიც მთავარი გამხსნელი პროგრამა ჩემ შემთხვევაში ჩემ კომპიუტერზე დაყენებული არის სიგილი. და თუ დავაჭერთ მას, ჩვეულებრივ გაიხსნება ეს ფაილი, ანუ ეს წიგნი. შეგვიძლია გავაკეთოთ სხვანაირად, ანუ open-ის საშუალებითაც გავხსნათ უკვე შექმნილი წიგნი. როდესაც წიგნს ვინახავთ, საჭირო არის მან გაიაროს გარკვეული ვალიდაცია. რაზეც შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ.